გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით და რატომ გვიჭირს ზოგჯერ მაგალითად ურთიერთობების დამყარება, ან რატომ გვეძნელება ახალი გამოწვევების მიღება. რატომ ხდება, რომ ზოგი ადამიანი უფრო მეტად ენდობა სამყაროს, ზოგი კი მუდმივ ეჭვებშია. წარმოიდგინეთ რუკა, რომელიც გვიჩვენებს პიროვნების ჩამოყალიბების ზაჯვარედინებს, კრიტიკულ მომენტებს, როდესაც ცხოვრება განსხვავებული მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. სწორედ ასეთი რუკა შექმნა ერიკ ერიქსონმა, რომელმაც დაინახა, რომ ადამიანის განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ყველანი გავდიათ 8 სტადიას და თითოეულზე გვიწევს ფუნდამენტური არჩევანის გაკეთება. ვენდობით თუ არა სამყაროს, ვახერხებთ დამოუკიდებლობას თუ არა, გვაქვს ინიციატივა, გამბედაობა, ვსწავლობთ თუ არა შრომას, პოულობთ თუ არა იდენტობას, შეგვიძლია დავყაროთ სიახლოვე თუ არა. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მარტივი და გასაგები ენით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ვსაუბრობთ ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაზე. ვინ იყო ერიკ ერიქსონი? გერმანულ-ამერიკული წარმოშობის ფსიქოლოგ-ფსიქოანალიტიკოსი. ეგოფსიქოლოგიის დამაარსებელ ანა ფროიდთან ერთად მასაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობის განვითარებაში. საკუთარ თეორიებში ის აქცენტს აკეთებს ადამიანის ადაპტაციურ შესაძლებლობებზე და მის აქტუალურ მდგომარეობაზე აქ და ახლა. სწორედ ეს იყო მისი თეორიების განსხვავების მიზეზი ფროიდის ორთოდოქსული ფსიქოანალიზისგან. ერიქსონი კლასიკური ფროიდისტებისგან განსხვავებით გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევდა არა ადამიანის იც, ანუ მის არაცნობიერ ნაწილს, არამედ ეგოს, ანუ მის ცნობიერ ნაწილს, იგივე მეს. ერიქსონის პოზიციის თანახმად, სწორედ ეგო წარმოადგენს პიროვნების ქმედებების საფუძველს და ასევე პასუხისმგებელია ადამიანის ადაპტაციურ შესაძლებლობებზე. ასევე ერიქსონი განიხილავს ადამიანის პიროვნულ განვითარებაში სოციოკულტურული ფაქტორების მნიშვნელობასაც. იგი იშველიებდა დაკვირვებებს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ადამიანებზე და ხაზს უსვამდა, რომ მათი მე კარგად გამოხატავს მიმდინარე სოციალური ნორმების და აკრძალვების გავლენას. ერიქსონი შეისწავლიდა ადამიანის განვითარების ეტაპებს ახალშობილობიდან მოხუცებულობამდე. ახლა კი ვისაუბროთ ერიქსონის მთავარ თეორიაზე, ფსიქოსოციალური განვითარების თეორია, სადაც ერიქსონი განიხილავს ფსიქიკის განვითარების სტადიებს. თეორია, რომ უკეთ გავიგოთ, თავიდან საჭიროა ვისაუბროთ პრინციპებზე, რომლებზეც იგია დაშენებული. პირველი პრინციპი. ერიქსონი თვლიდა, რომ განვითარება ხდება საფეხურეობრივად და ყოველი მომდევნო ფაზა დგება მხოლოდ მისთვის წინასწარ განსაზღვრულ დროს ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით. ამასთანავე, ამ სტადიების გავლა ჩვენ სოციუმში უკვე ჩადებულია. ამიტომ ყოველი მომდევნო ფაზის გავლის დროს სოციუმი დადებითად აფასებს ამ წინსვლას. მეორე. ყოველი სტადიისთვის დამახასიათებელია სპეციფიური დავალება, პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც ადამიანის წინაშე დგას. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა აუცილებლად არ ხდება. მესამე პრინციპი. ერთი ფაზიდან მეორეზე გადასვლისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური კონფლიქტის განვითარება, რომელიც წარმოიქმნება ზრდის განსაზღვრული დონის მიღწევისა და გარეგანი შეზღუდული შესაძლებლობების შედეგად. და ის საშუალება, რომელსაც ინდივიდი იყენებს ამა თუ იმ კონფლიქტის გადასაჭრელად, განსაზღვრავს მის პიროვნული განვითარებას მომავალში და ასევე მისი ნევროზის ტიპსაც. სწორედ ამ სამი პრინციპის საფუძველზეა აგებული ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორია. მან გამოყო 8 ფაზა, სტადია, რომლებზეც თანდათანობით გადასვლისას ადამიანი სულ უფრო და უფრო აცნობიერებს საკუთარ თავს. ამავდროულად, ყოველ სტადიაზე ადამიანს უყალიბდება ხასიათის ურთიერთსაპირისპირო ნიშნებს შორის ერთ-ერთი. განვიხილოთ სტადიები. პირველი სტადია. გრძელდება დაბადებიდან 1 წლამდე. ამ პერიოდში მშობლებთან ურთიერთქმედება ადამიანს უყალიბებს ან ბაზისური ნდობის გრძნობას, სამყაროს წინაშე, ან უნდობლობას. და აქ თუ არათუ დედის ზრუნვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ მის უნარს მიანიჭოს ბავშვში ეგრძნება სტაბილურობის, გამოცდილების მუდმივობასა და იდენტურ განცდებს შორის. კრიზისის მიზეზი კი არის დედის არამუდმივობა, ემოციური მიუწვდომლობა, ასევე არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, როდესაც დედა რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებს ბავშვის ემოციურად მიღებას. აქედან წარმოიშვება შიშის, ეჭვის,
ეჭვიანობის საკუთარ მომავალ მდგომარეობაზე შფოთვის განცდა. მაგალითად, ახალშობილი რაღაც მოთხოვნაზე, რომელსაც გამოხატავს მაგალითად ტირილით, იღებს დედისგან პასუხს დაკმაყოფილებას. დედა მოდის, ეფერება, ასუფთავებს, აჭმევს. ანუ როდესაც ახალშობილი ტირის, დედა მასთან მიდის და რაღაც სასიამოვნოს აკეთებს. რითაც მისი მოთხოვნა კმაყოფილდება. როდესაც ეს მეორდება, მუდმივად ყალიბდება ნდობის განცდა. ანუ ვიცი რომ ვიტირებ, რაღაც გამიჭირდება, დედა მოვა და მომეფერება, დამეხმარება. ხო, როდესაც დედის რეაქცია არასტაბილურია, ეს ახალშობილში იწვევს გაურკვევლობის შიშს და შფოთვას. ამიტომ შესაბამისად ყალიბდება არა ნდობა, არამედ უნდობლობა სამყაროსადმი. მეორე სტადია. 1 წლიდან 3 წლამდე. ბავშვს უვითარდება ან ავტონომიურობის განცდა, ან დამოკიდებულების. იგულისხმება უფროსებზე დამოკიდებულება. ასევე იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ ავტორიტეტები ბავშვის პირველ მცდელობაზე გახდნენ უფრო დამოუკიდებლები. როდესაც ბავშვი სწავლობს პამპერსისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას, ეს არის მისი ავტონომიური შესაძლებლობების პირველი სერიოზული გამოხატულება. აქ მშობლის პოზიცია სხვადასხვა შეიძლება იყოს, ხო? როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მიზეზებზე. ასევე დამოკიდებულება ბავშვის ახალი ინტერესების გაჩენაზე, დაწყებული კარგი სადე, ან ხელი გაუშვი რამის მოიწევ. მშობლის დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული, ბავშვს განუვითარდება დამყოლი თუ ჯიუტი ხასიათი. და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მივცეთ ბავშვს საშუალება მოშორდეს მშობელს, ანუ არ იყოს დედის კალთაზე გამოკიდებული, რათა გაუჩნდეს სამყაროს შეცნობის სურვილი და ამავდროულად ეს არ იყოს მისთვის საშიში, არამედ საინტერესო. მესამე სტადია. 3 წლიდან 6 წლამდე. ბავშვებს უვითარდებათ ან ინიციატივის გრძნობა, ან დანაშაულის. ის სწავლობს მოარგოს, თავის ქცევას, საზოგადოებრივ ნორმებს, იღებს ახალ დავალებებს და ასევე შეფასებებს მათი შესრულების შემდეგ. შექება დაჯილდოება ან პირიქით. ბავშვს უჩნდება დამატებითი პასუხისმგებლობების სფეროები, საკუთარ თავზე და გარემოზე, მაგალითად სათამაშოების მილაგება, ცხოველების მოვლა, უმცროსი დაძმა. და სწორედ აქ ბავშვს უჩნდება გრძნობა, რომ ის არის ის, როგორიც არის. რომ ის არის ადამიანი, პიროვნება და მის აზრს ითვალისწინებენ. და სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პასუხისმგებლობების აღმნიშნელ გამოვლინებების მიმართ მშობლების დამოკიდებულებას. თუ ისინი იზიარებენ და ასტიმულირებენ ბავშვის მიერ გამოხატულ ინიციატივებს, მას შეუნარჩუნდება ეს ინიციატივის გრძნობა, რადგან პოზიტიური გამოცდილებაა და ამ სტადიას გავლის წარმატებით. ხოლო თუ პირიქით ხდება და მშობელი მუდამ აფრთხილებს, მუდამ ნერვიულობს, ბევრ რაღაცას უშლის, ძალიან ბევრი აკრძალვაა და აძლევს ნეგატიურ შეფასებებს, კრიტიკას, უყვირიან, ეჩხუბებიან, ბავშვს უვითარდება დანაშაულის გრძნობის განცდა, რაც აფერხებს მის განვითარებას. თანდათანობით ბავშვი წყვეტს აქტიურობას და იხსნის პასუხისმგებლობებსაც. მაგალითად, თუ ბავშვს სურს საკუთარი ხელით საუზმის მომზადება, ხოლო მშობელი ნერვიულობს და ეუბნება, რომ ხელი არ მოკიდოს არაფერს, რადგან დაზიანდება. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ვერ შეძლებს და მშობელი მას არ ენდობა. ხოლო თუ მშობელი აძლევს საშუალებას რაღაცით დაეხმაროს საუზმის გაკეთების დროს, მას უჩნდება განცდა, რომ მისი ინიციატივა დააფასეს და მოიწონეს. ანუ აქვს ინიციატივის გამოვლენაზე მიღებული დადებითი გამოცდილება. როდესაც ეს მეორდება, ბავშვს უყალიბდება გამბედავი ხასიათი და საკუთარი თავის რწმენა. მეოთხე სტადია. 6 წლიდან 12 წლამდე. ბავშვს უვითარდება ან შრომის მოყვარეობის გრძნობა, ან დაბალი თვითშეფასება. აქ უკვე მის განვითარებაზე არა მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო წრე ახდენს ზეგავლენას, არამედ უფრო ფართო სოციალური წრე, სკოლა, მეგობრების სხვადასხვა აქტივობები. ის თუ რამდენად წარმატებით ახერხებს ბავშვი თავი გაართვას ახალ ამოცანებს, დაამყაროს ახალი კავშირები, განსაზღვრავს როგორი უნარი განუვითარდება მომავალში, შრომასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ბავშვს ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, ან თანატოლებთან ურთიერთობების პრობლემები აქვს, ამას მივყავართ არასრულ ფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბებამდე. ასევე ხდება, როდესაც ისინი ეჯახებიან ისეთ რეალობას, სადაც ისინი ხედავენ, რომ მათი რასა, რელიგია, სქესი, სოციალური სტატუსი, წარმომავლობა უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს მათ სოციალურ წარმატებაზე, ვიდრე მათი პიროვნება.
სამწუხაროდ ხშირად ისინი კარგავენ სამყაროში ეფექტური ფუნქციონირების უნარს. და აქ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას, გარემოს და იმას, თუ მაგალითად მასწავლებლები როგორ უდგებიან ბავშვებს, როდესაც ისინი ახდენენ სოციალიზებას ან საკუთარი თავის გამოვლენას. მეხუთე სტადია. ანუ მოზარდობა 12-დან 20 წლამდე. მოზარდს უყალიბდება ან გაურკვევლობის განცდა, საკუთარი როლის წარმოქმნის პრობლემა, ანუ როლების აღრევა, ან საკუთარი იდენტობის შეგრძნება, ანუ საკუთარი როლის გათვითცნობიერება, საკუთარი ადგილის პოვნა ცხოვრებაში. ამ სტადიის მთავარი ფაქტორია თანატოლებთან ურთიერთობა და განვითარების გზების არჩევა, მაგალითად პროფესიის არჩევა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოზარდი უნდა გაიზარდოს, ანუ მოხდეს სეპარაცია მშობლებისგან. მისთვის ხშირად მიუღებელი ხდება მშობლების ქცევა, რადგან ხვდება, რომ ისეთი იდეალურები აღარ არიან მშობლები, როგორიც ბავშვობაში მიაჩნდა. ადამიანს უყალიბდება ხედვა საკუთარი თავის და მომავლის. ამიტომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და შესაძლებლობების გაცნობა და მიღება. ასევე მოზარდის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური ჯგუფები, რომლებთანაც ის საკუთარ თავს ასოცირებს. ერიკ ერიქსონი ამბობდა, რომ თუ მაგალითად მოზარდი ამ დროს რომელიმე ცნობილ ადამიანთან აიგიებს თავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი შინაგანი ენერგიის ჩახშობა და პიროვნული ინდივიდუალური განვითარების შეფერხება. ასევე თუ მოზარდი ზედმეტად ემორჩილება მშობლებს, მაგალითად იღებს უამრავ დარიგებას, უამრავ კრიტიკას, ვისთან იმეგობროს, ვინ შეუყვარდეს, როგორ მოიქცეს, რა ისწავლოს, რა პროფესია აირჩიოს და ესე შემდეგ. ეს აფერხებს შემდეგ ინდივიდუალურ განვითარებას. თუ ამ პერიოდში ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი იდენტობის გამოკვეთას, შეიძლება ამან მიიყვანოს იდენტობის კრიზისამდე მომავალში. იდენტობის კრიზისი ერიქსონის ტერმინია, რომელშიც დამახასიათებელია საკუთარი გზის არჩევის შეუძლებლობა. პრობლემები პროფესიის ან ინტერესის სფეროს არჩევის. ხშირად მოზარდები განიცდიან ყოვლისმომცველ გაუფასურების და არაფრის მომცემობის და უმიზნობის გრძნობას. მეექვსე სტადია ადრეული მოზრდილობის 20 წლიდან 26 წლამდე, ხანდახან ამბობენ, რომ 35 წლამდე გააჩნია. ინტიმურობა ან იზოლაცია. ერთ-ერთს ითვისებს ადამიანი. ადამიანს აქვს ინტერესი პარტნიორის ძიების, ანუ შეუერთეს სხვას საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. ეს არის მიზანი, დავალება ამ სტადიის და ამ ფაზაში ძალიან კარგად ჩანს წინა ფაზების გავლენა. მაგალითად, თუ პირველ ფაზაში ადამიანმა ვერ მოახერხა ბაზისური ნდობის ჩამოყალიბება, ის ვერ შეძლებს ან ძალიან გაუჭირდება მიენდოს პარტნიორს. ხოლო თუ მესამე ფაზის დროს ვერ შეითვისა ინიციატიობა, მაშინ გაუჭირდება ურთიერთობის დაწყება. თუ ამ პერიოდში ადამიანს არ გამოსდის ურთიერთობები, მაშინ ვითარდება იზოლაციის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს შფოთვა მარტო დარჩენის. მეშვიდე სტადია. შუა ხნის მოზრდილობა. 25 ან 35 წლიდან 65 წლამდე. განვითარება ან სტაგნაცია. ადამიანი ან ცდილობს კიდევ უფრო განვითარდეს და გადალახოს დაბრკოლებები, ან სტაგნირებს და ცდილობს თავი აარიდოს ყველაფერს, რაც მის განვითარებას და მომავლის გეგმებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, წინა ფაზების გავლენას აქ აშკარად დავინახავთ. თუ ადამიანი დაინტერესებულია საკუთარი სამსახურით, მოსწონს რაც აკეთებს და კარგად ურთიერთობს საკუთარ შვილებთან, მეგობრებთან, მშობლებთან, მაშინ დიდი შანსია, რომ ის განვითარებას გააგრძელებს. ხოლო თუ პირიქით ხდება და ადამიანს არ გამოსდის პროდუქტიულობა, ურთიერთობები, მაშინ ის თანდათანობით იძირება საკუთარ თავში. მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს და ამიტომ კარგავს ფასეულობას საზოგადოებისთვის. სწორედ ამას ეძახიან შუა ხნის ასაკის კრიზისს, როდესაც ადამიანი თანდათანობით რწმუნდება, რომ ცხოვრებაში არაფერი გამოუვა და მომავალშიც ესე იქნება და რომ ცხოვრებას დიდი აზრი არც აქვს. სტაბილურობის სურვილი და მომავლის ახლის შიში აჩერებს ადამიანის განვითარებას საბოლოოდ. მერვე სტადია. გვიანი მოზრდილობა. 60-65 წლის შემდეგ ადამიანი თვალს ავლებს საკუთარ გამოცდილებას და საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგებს. აქ გამოგვადგება ფრაზა, რასაც დაასთეს, იმას მოიმკი.
ფორმირდება საკუთარი სარსულით კმაყოფილების განცდა ან პირიქით სასოწარკვეთა და განვლილი წლები უფასურდება. ეს მოკლედ ამ სტადიებზე, მაგრამ მიუხედავად დეტერმინიზმისა და სტადიების წინასწარ განსაზღვრულობისა, ერიქსონი ითვალისწინებდა აუცილებლად ადამიანის თავისუფალ ნებას და ამტკიცებდა, რომ სხვადასხვა სტადიებზე ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ მოაგვაროს მიმდინარე პრობლემები, არამედ გადალახოს წინა სტადიების კრიზისები, შექმნას ახალი პატერნები და შეცვალოს საკუთარი გზა. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიაც. ერიქსონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იდენტობა. სწორედ ადამიანის იდენტობის პოვნა არის ფსიქოთერაპიის მთავარი ამოცანაც. ამაში ერიქსონი გულისხმობდა ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ხდის შეუცვლელ პიროვნებად, მიუხედავად დროის და გარემო ფაქტორისა. თუ ადამიანს განუვითარდა უკვეთვისებები, ზოგჯერ არც ისე დადებითი, მაშინ ერიქსონი დიდ როლს ანიჭებდა ამ თვისებების ადაპტირებას, არა შეცვლას ან გამორიცხვას. არა უბრალოდ იყავი ისეთი, როგორიც ხარ, არამედ იყავი ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ ისწავლე მოერგო სიტუაციებს, ისწავლე ნაკლები ზიანი მიაყენო საკუთარ თავს და სხვებს, საკუთარი თვისებების გაანალიზებით და მომავალში გათვალისწინებით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ეს ვიდეო მოგეწონა და მსგავსი კონტენტი გაინტერესებს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ამით მეც გამამხნევებ და ახალი ვიდეოებიც არ გამოგრჩება. კომენტარებში დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების მოდელზე. ნახვამდის.